თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გახარიას ადვოკატის ბერდია სიჭინავას თქმით, არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო უკანონოდ აღმართა. მისივე თქმით, ეს საქმე არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური შურისძიების ტრიბუნალია. პროკურატურამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის პარტია გახარიას საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ 20 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდების გამო სისხლის სამართლებრივი დევნა 12 ნოემბერს დაიწყო. ჩორჩანას ეპიზოდზე პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ ერთპიროვნულად ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგო აღმართა. ბრალდების მხარის პოზიციით ეს ქმედება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, გახარიას პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს ედავებიან. გიორგი გახარია უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში არ იმყოფება. ის გერმანიაშია, სადაც სავარაუდო თავშესაფარი მიიღო.